პირველ რიგში გითხარით, რა შეცვალა ამ ოპერაციამ მოვობას ქსელმა პოლიტიკურ ნაწილში და როგორ რა ფორმით გამოიხატა, თუ კი ეს გამოიხატა რამენერად უკრაინის გაძლიერება ამ მოლაპარაკებების პროცესში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. ეს პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკრაინისთვის, უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკოსებისთვის, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში. თქვენ მოგეხსენება, რომ დიდი ხნის განმავლობაში უკრაინას პოზიტიური დინამიკა არ ჰქონდა რუსეთთან. ჩვენ ყოველდღე გვესმოდა, რომ თავისად რუსეთმა რაღაც სოფელი აიღეს, დაბომბეს და რაღაც წინ მიიწევენ და ისინი გამარჯვებასთან ახლოს არიან. ეს ძალიან ხშირად გვესმოდა ჩვენ და ასევე გვესმოდა გარკვეული ძალებისგან, რომ ამერიკამ ძალიან დიდი ფინანსური რესურსი ჩადო ამაში და არაფერი წინსვლა არ არის და ეს ყველაფერი კულმინაცია ისე იყო, რომ როდესაც ეცახში შეხვედრა იყო ბატონ ტრამპთან, ტრამპმა თქვა, რომ ჩვენ კარტები არ გაქვს, ანუ თქვენ არაფერი ჩვენს გარშე თქვენ არაფერს არ წარმოადგენთო. მაგრამ ამ ოპერაციამ უკვე საერთაშორისო დინამიკა შეცვალა და დაანახა მსოფლიოს, რომ უკრაინას აქვს შესაძლებლობა, აქვს რესურსი, აქვს იმის საშუალება, რომ რუსეთს ძალიან ძლიერი დარტყმა მიაყენოს და დაუზიანოს სტრატეგიული ობიექტები და ისეთი მნიშვნელოვანი და ეგრეთ წოდებული ატომური ტრაედის ნაწილი, როგორიც არის დაუშვათ ეს ბომბდამშენები, რომელთაც რეალურად უკრაინამ ძალიან იაფად ძალიან მწირი საშუალებებით მოახდინა 34%-ის სტრატეგიული ბომბდაშენების 34%-ის მდგომარეობიდან გამოყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ დღესდღეობით რუსეთი ბევრად სუსტია, ხო? რუსეთი რასისთვის იყენებდა ამ ბომბდამშენებს იყენებდა უკრაინაზე თავდასხმისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობაზე ტერორისთვის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების, ამიტომ ტერორისტვის იყენებდა. ეს უკვე გამოყვანილია მდგომარეობიდან. ანუ უკრაინამ უკვე ჩვენ დაგვანახა, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ისეთ დიდ ძალას, როგორც არის რუსეთი. აქ ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია დრონები. დრონებმა შეცვალა თანამედროვე ომის დინამიკა და შეცვალა ზოგადად ომის კონცეფცია. ადრე მთავარ ძალას წარმოადგენდა ავიაცია და ასევე артиллерия, რა თქმა უნდა, ინარჩუნებს თავის ძლიერ პოზიციებს თანამედროვე ომში, მაგრამ აქ უკვე შემოვიდა დრონების კომპონენტი და დრონების კომპონენტით უკრაინა უკვე ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში. ის მე როგორც ინფორმაცია მაქვს, მილიონზე მეტ დრონს თანამედროვე დრონს აწარმოებს უკვე უკრაინაში, მომავალ 2 მილიონზეა საუბარი და ასევე ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, როგორც სერიოზულად მიდის საუბარი ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ეს შეიძლება 10 მილიონამდე ავიდეთ. ეს ძალიან ძლიერი ძალა, რითაც უკვე ნებისმიერ ძალასთან შეუძლია უკრაინას. ბატონო, როდესაც გვესმის, რომ ეს არის ერთადერთი კოზირი ზელენსკის მხრიდან და მას აქვს კიდევ ბევრი კოზირი ხელთ. აქ რა შეიძლება კიდევ იგულისხმებოდეს აი იმ პირობებში, როდესაც მაგალითად ახლა ბოლო დღეების ინფორმაცია, რომ ტრამპის გადაწყვეტილებით უკრაინისთვის განკუთვნილი რაკეტები ახლო აღმოსავლეთში გაიგზავნა და არც თუ ისე ცოტა. ახლა უკრაინას რა თქმა უნდა აქვს ძალიან ძლიერი ჯარი ყავს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ძალიან ძლიერი ჯარი, ეს არის 3 წელია, 10 წელია ქვეყანა ომში იმყოფება და მას ძალიან ძლიერი ჯარი ყავს, მაგრამ ასევე უკრაინის მთავარი ძალა არის ის, რომ მან დაანახა ევროპას, დაანახა მსოფლიოს, რომ ეს უკრაინა წარმოადგენს უკრაინას მთავარ დამცველ ფარს. ეს არის მნიშვნელოვანი ფარი ევროპის უსაფრთხოებისთვის, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი ფარი ზოგადად თავისუფალი სამყაროს დაცვისთვის და ეს უკვე თავისთავად ძალიან ძლიერ ძალას წარმოადგენს, რის გამოც შეიძლება მოხდეს მსოფლიოსი და თავისუფალი სამყაროს კონსოლიდაცია. ბატონო, კი, აი უკრაინის მხრიდან ეს გასაგებია თავისი რესურსების, მათ შორის ადამიანური, ინტელექტუალური ყველანაირი რესურსის სრული მობილიზება აქვს უკრაინას. უკეთესი მხარდაჭერის პირობებში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არა მარტო იქ ავსტრალია, კანადა აქტიურად მონაწილეობს. რა თქმა უნდა, ეს შედეგები კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება, მაგრამ ის წინააღმდეგობას უწევს მასზე რამდენჯერმე უფრო დიდ ქვეყანას, სადაც ადამიანების რაოდენობა შედეგის მისაღწევად სიცოცხლეებს საერთოდ არ აქვს არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა, სპეციფიურ რეჟიმთან გვაქვს
საქმე, რომელსაც შეუძლია ამ ტოტალიტარიზმის პირობებში უფრო მეტი რამის მობილიზება და მსხვერპლად გაღება, ვიდრე თავისუფალ საზოგადოებებს ამიტომაც არის საჭირო მთელი ცივილიზებული სამყაროს კონსოლიდირება ამ მხრივ. ზუსტად აი ამ ნაწილში მინდა რომ ვკითხოთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის პირობებში გარკვეული ამბივალენტურობა ყოველთვის შეიმჩნევა ამ თვეების განმავლობაში. ეხლა ეს სიახლე არ არის და არაფერს განსაკუთრებულს არ ვამბობ, ხო? მაგრამ თავად ტრამპს ამ თამაშიც თავისი ლიმიტები აქვს, არა? როდესაც თავად რესპუბლიკელი სენატორები, კონგრესმენები უკვე ასე აქტიურად იწყებენ, მათ შორის აი მაგას წარმომადგენლების საუბარს, რომ ეს არის პრეზიდენტ ტრამპის შეურაცხყოფა, როდესაც პუტინი ესე უგულებელ ყოფს მის წინააღმდეგებს, პარალელურად ბომბავს ცივილიზებულ მოსახლეობას და ასე შემდეგ, რომ ეს გამოწვევა პრეზიდენტ ტრამპისთვის და ასე შემდეგ, ტრამპმაც რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას, რასაც დიდი ხალისით ფაქტია, რომ არ აკეთებს. მაგრამ არის კონკრეტული პოლიტიკური პროცესი. ვიცით, რომ სენატში უკვე სენატორ გრაჰამის მიერ არის ინიცირებული მართლა ძალიან მძიმე შინაარსის კანონპროექტი რუსეთის სანქციების ახალ ტალღასთან მიმართებაში. მართლა ძალიან მძიმე, იმიტომ რომ უკვე რეალურად რაც ატკენს ნავთობი იქნება თუ ასე შემდეგ ამებზეა ლაპარაკი. გამოჟონა ინფორმაციამ თითქოს ტრამპმა თხოვა სენატორებს, რომ ცოტა შეამსუბუქეთ შინაარსით, რომ მე მოქნილობის მეტი საშუალებები მქონდესო, მაგრამ მე თეთრმა სახლმავე უარყოფ, რომ არაფერი ამის მსგავსი ტრამპს არ უთხოვიაო და ჩვენ ველოდებით სენატი რა გადაწყვეტილებებს მიიღებსო. თქვენ როგორი მოლოდინები გაქვთ? აი ადგილობრივი მედიის განსაკუთრებით მემარჯვენე აი Fox-ის და ამათი შემხედვარე საითკენ მიდის ეს პროცესი? ძალიან კარგი კითხვა, მინდა გითხრათ, რომ ამერიკაში უკვე ეს ბოლო 1 თვეა კაფიოდ იცვლება დინამიკა უკრაინასთან დამოკიდებულებაში, ევროპასთან დამოკიდებულებაში. ეს ძალიან კარგი მაგალითია სენატის კანონპროექტი, რომელსაც 91 სენატორი უჭერს ხარს და ეს ნათელი მაგალითია თუ როგორ იცვლება განწყობები უკრაინის მიმართ. ყველამ კარგად დაინახა, რომ ტრამპის ეგრეთ წოდებული დათბობის პოლიტიკა, რუსეთთან ეგრეთ წოდებული გადატვირთვის პოლიტიკა არ გაამართლა. მან ის დავის დაპირება ვერ შეასრულა, რომ ის ომს აუცილებლად ერთ დღეში, შემდეგ 6 თვეში დაამთავრება. ამ ეგრეთ წოდებული მაგას ფრთის მხარდაჭერით მან ვერ მოახერხა წარმატების პროგრესის გარღვევის მიღწევა ამ ბრძოლაში და ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ის ტრადიციული ძალები, რომლებიც ამერიკის მკაც პოლიტიკას უჭერენ ხარს რუსეთის მიმართ, უკრაინის მიმართ, ეს უკვე აქეთკენ გადმოიხარა. ძალათა ბალანსი, ჩვენ უყურებთ, რომ რუბიო უკვე 4 სხვადასხვა თანამდებობა რუბიო წარმოადგენს ამ ტრადიციული ამერიკის საგარეო პოლიტიკის თასწარმოების ყოფილი სენატორია და ეს მთელი სენატი მისი მეგობრები და თანამშრომლები არიან. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ეს უკვე ამერიკა უბრუნდება ძველ კალაპოს და ის მაგამ ფრთა, რომელიც ტრამპს მოუწოდებდა, რომ დაუშვათ უკრაინა, მოხდარიყო რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა, მოხდარიყო რაღაცა ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან და ამ ფრთას წარმოადგენდა რომ ჯეი-დი ვენსი, წარმოადგენდა თავდაცვის მდივანი ჰესტეგი, წარმოადგენდა ვიტკოფი, ამათი პოზიციები დღეს დასუსტებულია. მიუხედავად იმისა, ტრამპს არ აქვს რა გავლენას მოახდენს მასკთან დაპირისპირების პროცესი, იმიტომ რომ მასკიც ამ შემთხვევაში ზუსტად ბაქხასის ხაზის მხარდამჭერი იყო აქტიურად და ეს უზარმაზარი რესურსი იყო ტრამპის გარემოცვაში. ასუსტებს მაგას პოზიციას. ცალსახად და ჩვენ უნდა დავაკვირდეთ რა დინამიკა თვითონ Fox News-ზე. ხო, Fox News-ი არის ფლაგმანი მემარჯვენე პოლიტიკის გატარების. იქ ძალიან ხშირად და მკაფიოდ საუბრობენ იმაზე, რომ ამერიკამ უნდა გააძლიეროს უკრაინისთვის იარაღის მიცემა, უნდა შეიცვალოს თვისობრივად დახმარება, უფრო ძლიერი იარაღის საშუალებები უნდა გადაცენ უკრაინას და უნდა მოხდეს ზეწოლა, უნდა მოხდეს რუსეთის ზეწოლა. პანომირიან, ფიქრობ თუ არა რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად კონგრესს გულისხმობ, კიდევ უფრო გამყარდება სენატორების ეს პოზიცია, კიდევ უფრო აქტიური გახდება კონგრესის როლი, იმიტომ რომ ხმებია საჭირო ამერიკის საგარეო პოლიტიკა ორპარტიული იდეალებზე იდგა ყოველთვის და შესაბამისად უკრაინა არის ის თემა, რომელზეც განსხვავებები ნაკლებად უნდა იყოს თუ ტრადიციულ ამერიკულ პოლიტიკას გავითვალისწინებთ. ახსენეს სენატორი გრემი აქ გიორგიმ და ზუსტად ეს მინდა ვიკითხო ტრადიციული, ასე ვთქვათ, რესპუბლიკელები, რომლებთა იდეალების ერთგულება არასდროს იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ. რა თქმა უნდა, ეს ზუსტად სენატში არსებული ეს კანონპროექტი ზუსტად იმის გამოხატულებაა, რომ ეს ფრთა ტრადიციული რესპუბლიკელების ფრთა, ეგრეთ წოდებული რეიგანისტების ფრთა ძლიერდება და რა თქმა უნდა, ამათი პოზიცია უფრო
გავლენას მოახდენს შემდეგი ტრამპის პოზიციის ჩამოყალიბებას და რუსეთის მიმართ. ახლა ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ გერმანიის კანცლერთა შეხვედრის დროს მან განაცხადა, რომ ის ორი ბავშვის ჩხუბს ეზოში შეადარა და ასევე ჰოკეისტების ჩხუბს შეადარა, როდესაც არბიტრი საშუალებას აძლევს მოთამაშეებს, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ ეჩხუბონ ერთმანეთს და როდესაც დაიღლებიან, უკვე ის ჩაერევა და რაღაც ამ პოზიციას უკვე ტრამპი როგორც ჩანს დაიჭერს. ეს იმას ნიშნავს, რომ ომი უახლოეს მომავალში არ დამთავრდება, ამერიკა გააგრძელებს და გაზის დახმარებას, უკრაინის სამხედრო დახმარებას და აუცილებლად იქნება შეწოლა რუსეთს. ეს გარდაუვალი, იმიტომ რომ ეს პოზიციები დაასრულეთ წინადადებად და შეკითხვას. უბრალოდ ეს დაპირისპირება იმდენად სტრუქტურულია. ეს დაპირისპირება იმდენად იდეალებს შორის, სტრუქტურებს შორის განსხვავება პოზიციები იმდენად შორს არ ერთმანეთსთან, რომ გამორიცხულია ეს ომი მალე დამთავრდეს. ჩვენ, როდესაც ტრამპის ისეთ პოზიციას ვისმენდით, რაც უკრაინისთვის მიუღებელი იყო და არასასიამოვნო, ხედავდით, როგორ აქტიურდებოდნენ უკრაინის სასარგებლოდ ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია. აი ახლა როგორ დაახასიათებდით აი ამ სამი ქვეყნის და შეგვიძლია აქვე პოლონეთიც ვახსენოთ, ანუ აი ამ 4 ქვეყნის პოზიციონირებას უკრაინის საკითხზე. ბუნებრივია ის, რასაც შეერთებული შტატები ამბობს, გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე და ევროპის ქვეყნების სიტყვებიც და მოქმედებებიც ახდენს გარკვეულწილად გავლენას შეერთებულ შტატებზე. უკრაინის საკითხს გულისხმობ ამ შემთხვევაში. აი ამ ევროპის ლიდერების პოზიციას დღეს როგორ დაახასიათებდით, რა როლს თამაშობს აი ამ პერიოდში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და დადებით როლს თამაშობს უკრაინა. რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერი იყო ჩამოსული ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას ძალიან კარგი და პოზიტიური შეხვედრა ჰქონდა ტრამპთან და ის ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა. რა თქმა უნდა, გარღვევას არავინ არ ელოდებოდა ამ შეხვედრაში, სერიოზულ პოლიტიკურ გარღვევას, მაგრამ ამ ყველაფერ მნიშვნელოვან საკითხებში, რაც უკრაინას შეეხებოდა, ტრამპი შეიძლება ითქვას, რომ მას დათანხმდა იმას, რომ პრინციპული პოზიციებით იყო მერცი ჩასული ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს ჩანდა ყველაფრიდან. რა თქმა უნდა და ის საკმაოდ კმაყოფილი დაბრუნდა და ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ყველა ევროპელი ლიდერის ვიზიტი ამ ბოლო დროს ტრამპთან ეს არ წარმოადგენს რომელიმე ევროპული სახელმწიფოს ინტერესს ან პოზიციას, ისინი ყოველთვის ერთად თავისი პოზიციების კონსოლიდაციას ახდენენ და ხდება უკვე ამ პოზიციების გაჟღერება ტრამპთან და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მერცმა რა თქმა უნდა უკრაინასთან დაკავშირებით ის პოზიციები წარმოადგინა რა პოზიციებიც ევროპელებს აქვს, ფრანგებს აქვს, ბრიტანელებს აქვს, გერმანელებს და პოლონელებს აქვს და ის მე მაძლევს ეს მისი კეთილგანწყობა მაძლევს იმის საშუალებას ვიფიქრობ, რომ ეს ურთიერთობა, რაც აქამდე არსებობდა ამერიკასა და ევროპას შორის გაღრმავდება და ეს პოზიციები უფრო ერთმანეთს დაუახლოვდება და ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ერთი კვირის წინ თუ არ ვწდები უკრაინას შორსმსროლელი რაკეტებზე შეზღუდვა მოუხსნა ევროპამ, გერმანიამ, ბრიტანეთმა და ამერიკამ და ეს პუტინის გაბრაზების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ზუსტად ეს იყო, რომ მათ უკვე უკრაინელებს შესაძლებლობა ექნება დააზიანონ ეგრეთ წოდებული ყირიმის ხიდი და უფრო დიდი ზიანი მიაყენონ იმ სტრატეგიულ სიღრმისეულ ობიექტებზე, რომელიც რუსეთშია განთავსებული და აუცილებლად მოხდება ამ სტრატეგიული ობიექტების სხვადასხვა პოზიციებზე გადატანა, რადგანაც უკვე რუსეთი ბევრად უფრო დაუცველი ხდება და უკრაინა, დასავლეთი ევროპა და ამერიკა ამაში დიდ როლს თამაშობს. ძალიან დიდი მადლობა.